ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ გაირკვევა, რომ ბიბლიური იერუსალიმი სულ სხვა ადგილზე იყო, მაგალითად, უფლისციხეში. ნიკოლოზ ლეკიშვილი უკვე 20 წელია სწავლობს წარმოუდგენელ ჰიპოთეზას. ის ამტკიცებს, რომ ბევრ ბიბლიურ ადგილს ქართული ანარეკლები აქვს, ტოპონომიურად, გეოგრაფიულად და ენობრივათაც კი. გამარჯობა ნიკოლოზ. დიდი ხანი ველოდებით. სულ მცირე რამდენიმე ასწლეული. მე და ეს ქალაქი გიცდით და გელოდებით. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მიჭირს ამ ინფორმაციის რაღაცნაირად გააზრება, თუმცა მინდა ვცადო. თითოეული ქართველისთვის ალბათ ასეთი უცნაური იქნება და მათ შორის ჩემთვისაც, იმიტომ რომ სრულიად ახალი ამბავია, სიახლეა და დანარჩენი ერთად ვნახოთ უკვე ქალაქი. ინფორმაცია არის ძალიან მასშტაბური. თქვენ კვლევებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორია არის ბიბლიური ისრაელი, ხოლო მისი ცენტრი იერუსალიმი, დღევანდელი უფლისციხე. გრაფიკული გამოსახულება არის ეს დავითის და სოლომონის დროის იერუსალიმის. ნახეთ, როგორ ერთი-ერთში გავს ეს ყველაფერი ქალაქ უფლისციხეს. ეს ვისი აღდგენილი გრაფიკული ეს სამეცნიერო წრეების აღდგენილი გრაფიკული გამოსახულება არის წმინდა წერილის ტექსტებზე დაფუძნებით. ანუ ასეთი რამ დღევანდელი იერუსალიმში ფიზიკურად არც არის, ანუ არც არსებობს, არქეოლოგიურად გამოვლენილი არ არის. მაგრამ ბიბლია ტექსტი წმინდა წერილისა იმდენად ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერს ამ ქალაქს. ჰქონდათ შესაძლებლობა სამეცნიერო წრეებს იმისა, რომ გრაფიკული გამოსახულება უკვე აღედგინათ იერუსალიმის. მაგრამ რომ არ იფიქროს ვინმე, რომ მხოლოდ ანუ რელიეფური, გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, ერთი დაიგივება და მსგავსება არის, ჩვენ უკვე ვნახოთ უშუალოდ ადგილზე, რამდენად ემთხვევა ტექსტს, ასე ვთქვათ, დღევანდელ უფლისციხეში არსებული თითოეული ის ადგილი, რომელსაც აღწერს ბიბლია. მე მზად ვარ. თან ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ფაქტობრივად ისტორიაში ჩანაწერები ამ ქალაქისა და ქალაქში მაცხოვრებლების შესახებ ფაქტობრივად არ არის. თან ქალაქს ქვია უფლისციხე. ყოველთვის იწვევდა ეს სახელწოდება რატომ უფლისციხე. ამ სამყაროსა და სიცოცხლის დამბადებელი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სახელი ეწოდება ამ ქალაქს და არა უბრალოდ როგორც ბატონის, როგორც თავადის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მთელი ბიბლია, აი ჩვენ რომ ამ წიგნს ასე ვთქვათ შევხედოთ და დავაკვირდით, ძველ ქართული ტექსტი მაქვს ხედულობაში, რომელსაც დედანი ტექსტი მინდა უწოდოთ წმინდა წერილის. აი თავარი ორი საყრდენი და საფუძველი სწორედ ის არის, რომ პირველი თავად ღმერთს ეწოდება უფალი, უფალ მისი სახელი არის და მეორე ქალაქი იერუსალიმი, რომელიც მისი სახელით გამოირჩა, სწორედ არის ღმერთის სახელით წოდებული. და აი ჩვენ რეალურად გვაქვს ის ქალაქი, რომელსაც სწორედ ღმერთის სახელი ეწოდება და დღეს ეწოდება კიდეც მას ქალაქი უფლისციხე. წმინდა წერილი ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერს ამ ქალაქს. თავისი ადამიანებით, თავისი ადგილებით, შესასვლელი კარიბჭეებით, ზღუდის მდებარეობით, ყველაფრით აბსოლუტურად ჩვენ გვაქვს ძალიან ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერილი ცნობებით ამ ქალაქის შესახებ. ჩვენ რომ შევადაროთ ბიბლიური ტექსტი დღევანდელ უფლისციხეს, ჩვენ ნახავთ ფაქტიურად ყველაფერი, რაც ჩვენ ბიბლიის მიხედვით გვაქვს თქვა აღწერილი, რეალურად დაგხვდება ამ ქალაქში. ეს ქალაქი წარმოიდგინეთ 1000 წლის განმავლობაში რელიგიურ და საერო ცენტრს წარმოადგენდა. აი ხომ არ შეიძლება ჩვენ ქართველებს ამ ქალაქის შესახებ ფაქტიურად არაფერით არის ცნობები არ ქონდეს და მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც ისევე როგორც ქართულში არ მოიპოვებოდეს არავითარი ცნობები და ამ დროს უკვე პარალელი გავაკეთოთ იმასთან, რომ სინამდვილეში მთელი წიგნი, მთელი ბიბლია სწორედ ამ ქალაქზე არის დაწერილი. მეორე სხვადასხვა ასე ვთქვათ ადგილს აღწერს თავისთავად წმინდა წერილი, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის მათ შორის აი ეს აღსავალი, სადაც იყო ძალიან დიდი კარიბჭე, აი ამ ორ ზღუდეს შორის, საიდანაც უკვე შედიოდნენ ადამიანები, მათ შორის რა თქმა უნდა მოსალოცად, ხორბლსასაწირის მისატანად. მეც შემიძლია აღვიქვა კარიბჭე თავისუფლად დღესაც. მთელი წმინდა წერილი ძალიან ხშირად ანუ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ქალაქში სულ აღვიდა, თან ძველ ქართული სიტყვით, ანუ დედანი ენით წმინდა წერილის აღვიდა, აი სულ ქალაქში ასვლაზე არის საუბარი. ეს აღსავალი მათ შორის საინტერესო არის ძალიან იმით, რომ აი ამ ორ ზღუდეს შორის, როდესაც ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეების დროს ქალაქი ძალიან ძლიერად იყო გამაგრებული, ასე ვთქვათ, როცა 586 წელს ბაბილონელებმა მეფე ნაბუქოდონოსორმა ქალაქი იერუსალიმი, ანუ დღევანდელი უფლისციხე
დაიკავა იმ დროის მეფე სედეკია. სწორედ აი ამ ორ ზღუდეს შორის ადგილიდან ასე ვთქვათ გაიქცა აღმოსავლეთის მიმართულებით უკვე იერიქონის მიმართულებით, ანუ დღევანდელი კახეთის მიმართულებით გაექცევა ასე ვთქვათ ბაბილონელებს და აქედან დატოვებს ქალაქს. აი მსგავსი კარიბჭე დღევანდელ ისრაელში არის? მსგავსი ადგილები ვთქვათ დღევანდელ იერუსალიმში რაღაცებს ვთქვათ უკეთებენ იქ იდენტიფიკაციას, მაგრამ ისეთი თვალნათელი არ არის. თვალნათელი არ არის, ხო, არც მასშტაბი არ არის, შესაბამისობაში ერთი სიტყვით ტექსტთან ნამდვილად ვერ მოდის. წმინდა წერილის მიხედვით აღსავლის შემდეგ რა უნდა შეგვდეს? ტექსტი ეს რაღაცას ამბობს, აღსავალში, ესე იგი, ასulis ქალაქში შესვლისთანავე უნდა შთავიდეთ, ანუ ჩავიდეთ დავითის ქალაქში, ანუ სამხრეთის მიმართულებით, სადაც უკვე უნდა დაგხვდეს მეფეთა საფლავი. გადავამოწმოთ. რას ამბობს ტექსტი, რომ როგორც კი აღმოსავლეთ ქალაქში ამოდიხარ, პირდაპირ უნდა იყოს ხელმარცხნივ, ანუ ჩასასვლელი დავითის ქალაქისკენ. სადაც უკვე პირდაპირ უნდა დავადგეთ, ფაქტიურად ზედ უნდა მივიდეთ მეფეთა საფლავთან. ქართული სამეცნიერო წრეები ფიქრობდნენ, რომ ხომ არ იყო ეს ქარვასლა, მაგრამ მისი სიმაღლე, აი სიმაღლეს ჩვენ თუ დავაკვირდებით, განსხვავებით სხვა ქვაბულებისგან, რომელიც საცხოვრისებს წარმოადგენდა და სხვა დანიშნულება ჰქონდა, მისი სიმაღლე არის შედარებით დაბალი. სიმაღლის ფაქტორიც ანუ მნიშვნელოვანია. გარდა მაგისა, ტექსტის მიხედვით თვითონ მეფეთა საფლავიც ანუ ერთგვარ დაღმართს წარმოადგენს. ანუ ეს არის ასე ვთქვათ. არა, დაღმართი ნამდვილად არის და ახლაც შეგვიძლია თვალით აღვიქვათ. არ არის შეცვლილი. ანუ მეფეებს როგორ ასაფლავებდნენ მაშინ? მაგალითად აი ერთ-ერთ მეფეზე თავად უფალი ღმერთი ამბობს, რომ დაგდვა დადებას ნიშნავს. და დაფლა ძველი ქართული ტექსტების მიხედვით წარმოადგენდა, როდესაც ცვალებულის ცხედრის ფერფლის ქოთნის სახით შენახვა ხდებოდა. ეს იყო უძველესი წესი, აი სხვა შორის უფლისციხეში ჩვენ არქეოლოგიურად გვაქვს ეს. ანუ ესე იგი, ქვაბულებში ინახებოდა მეფის ფერფლი, რომელიც ქოთანში იყო, ხო? ასე გამოდის. აი ამაზე მინიშნებები არის. ეს მომავალი კვლევების საგანია. ამ ნაწილის თქვა სათანადო სიღრმეებით თქვა გაგება, მაგრამ ის ამბავი, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ეხლა იუდას შტოს წარმომადგენლების, ანუ მეფეთა საფლავს უყურებთ დავითის ქალაქში სამხრეთ ნაწილში, აი ეს შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად რო ვთქვათ. ქალაქში შემოსვლისთანავე ხელმარცხნივ დავითის ქალაქი და ხელმარჯვნივ უკვე ხედავთ სამსხვერპლოებს. სამსხვერპლოების ამბავი კიდე ძალიან საინტერესო არის იმით, რომ მოსეს ჯულის კანონების მიხედვით დადგენილი იყო, რომ მხოლოდ ერთადერთი ადგილი აღთქმულ ქვეყანაში, ნამდვილ ბიბლიურ ისრაელში, მხოლოდ იმ ერთადერთ ადგილას შეიძლებოდა მსხვერპლსაწირის განხორციელება, რომელ ადგილსაც თავად უფალი ღმერთი თავისი სახელით გამოარჩევდა და ამიტომაც ხედავთ მხოლოდ უფლისციხეში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთ სამსხვერპლოებს და ამიტომაც არ არის სხვაგან. აი წარმოიდგინეთ, მარია ერთ დღეს მხოლოდ მეფე სოლომონმა აი ამ ქალაქში 22000 ხარი და 120000 ცხვარი შესწირა უფალ ღმერთს მოსეს ჯულის კანონის მიხედვით. ან აი ასეთი სამსხვერპლოები ნული არც ერთი დღევანდელ თანამედროვე იერუსალიმში არქეოლოგიურად გამოვლენილი არ არის, რაც ასევე კარგად აჩვენებს და მკაფიოდ წარმოაჩენს იმას, თუ რომელია ნამდვილი იერუსალიმი. წმინდა წერილთან აი სამეცნიერო სუფთა თვალსაზრისით ძალიან კარგად მოდის შესაბამისობაში ქალაქი უფლისციხე იერუსალიმთან. აქ რეალურად სახეზე არსებული მთელი აი ამ საფორტიფიკაციო სისტემა, არხების მთელი სისტემა, წყალგაყვანილობა. ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილიდან მარია, წარმოიდგინეთ, ყველა აი ეს მთელი წყალი, ესე იგი, რაც კი გროვდებოდა, უკვე სამხრეთის მიმართულების მილების სახით ჩადიოდა და ერთ დიდ რეზერვუარში და ესეც ზუსტად არის ანუ აღწერილი და გადმოცემული წმინდა წერილით, თუ როგორ გააკეთა მეფე ეზეკიამ ეს ყველაფერი. გავყვეთ მაშინ. გავყვეთ. გიძარი, აქედან ესე მოდიოდა. ეხა ეს არ არის გაკაფული და მაგიტომაც კიდე არის არ აღიქმება. აი ნახე ესენი. ესე ვეღარ გავდივარ. კი, გავალთ. აი წესით აქ უნდა გადაედინებოდეს ეს წყალი. კი, აქ ეხა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ რთული არის, აქ ძალიან დიდი ის არის, აღარ გინდა. მან წასვლა დიდი სიფრთხილით. ხო, აი ასეთი, აი ნახე, რამხელა გეხვეწები, აქ თողოდ გამოიწიე, რამხელა ეს ამოვსებული იყო. შლამით ალბათ, ხო. კი, ამოვსებული იყო, თორე ამის სიღრმე აღწევს დაახლოებით 15 მეტრამდე არის, წარმოიდგინეთ და აი ამხელა წყლის რეზერვუარი, ასე ვთქვათ, მინდა წერილით, ასე ვთქვათ, მოთხრობილ ამბავს ერთ-ერთში ზუსტად ასე ვთქვათ იმეორებს და გადმოსცემს და აი ჩვენ რეალურად ხედავთ ამ წყლის რეზერვუარს.
ეს არის წმინდა წერილით, ანუ ბიბლიით არის აბსოლუტურად ზუსტად აღწერილი. და მსგავსი დღევანდელი იერუსალიმში არ არის არაფერი. იმდენად მასშტაბური იყო ქალაქის ეს წყალსაწრეტი არხები და უკვე ჩამავალი წყალი რეზერვუარში რომ რა ჩვენ ნახეთ. რა ჩვენ ნახეთ, ანუ უნდა ყოფილიყო ქალაქის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ, მასშტაბურად გამაგრებული, ლოგიკურია. და აი ჩვენ რეალურად ვხედავთ უფლისციხეში, ანუ ნამდვილი იერუსალიმში თავად მეფე სოლომონის წარმოიდგინეთ დადებულ ქვებს, რომელიც არქეოლოგიურად მათ შორის დასტურდება, რომ ძველი წელთაღრიცხვის კი, აი უძველესი წყობა არის ეს. აი ეს ნაწილი კოშკს წარმოადგენდა, წმინდა წერილის მიხედვითაც სწორედ ამ ადგილას უნდა მდგარიყო. აი ამ ორ ზღუდეს შორის არსებული ეს ძალიან მაღალი კოშკი, რომლის ქვებსაც, აი ძირსაც ახლა ჩვენ რეალურად ხედავთ. სიგანეც აღიქმება. წყობა, აი აქ ჩანს ძალიან კარგად ხედავთ, რამდენიმე მეტრი გრძელდება. გარდა უშუალოდ სოლომონის მიერ დადებული ქვებისა, აი უკვე ხედავთ ელინისტური და უკვე შუა საუკუნეების ეს ანტიკური დროის და აი უკვე ზევით. ხო, ეს უკვე ზემოთ, ანუ ყველა ფენა ჩვენ გვიჩვენებს ძალიან კარგად, ანუ ამას სწორედ რომ ეს უწყვეტი კვალი ქალაქის ცხოვრების ძალიან კარგად ჩანს ერთ სიტყვით ამ ადგილას. ასე რომ სამხედრო თვალსაზრისითაც ქალაქი ძალიან მაგრად იყო გამაგრებული და შემდეგ ჩვენ ნახავთ ნიკოლოს წმინდა წერილით ვაზი, ვენახი და ღვინო მოხსენიებულია 521 ჯერ. კი, ასეა ნამდვილად და აი ამის დამადასტურებელი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილით მართლაც ისრაელის ერისთვის, ანუ იმ დროის ქართველობისთვის, ანუ ღვინოს და ვაზს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, აი მათ შორის იმ საწნახელებითაც. სხვათა შორის გუშინ წვიმა იყო და ნახემარია წყალი არის ახლა წვიმის დაგროვებული და ძალიან კარგად აღიქმება. აი აქ ყურძნიდან უკვე როგორ ჩადიოდა კი ბატონო, აი ზუსტად ჩანს და ძალიან ბევრია მასშტაბური. ეს საწნახელები კი აქ ჩვენ ნახავთ ქვევრებს. რა თქმა უნდა, ანუ ღვინის სამშობლო რო საქართველო არის, ეს უკვე მარტო ჩვენი განაცხადი კი არის, ეს უკვე სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებული ფაქტია და ნამდვილად ჩვენია. ასევე საინტერესოა აი ჩვენს გაღმა, აი სალიკლდეები, რასაც ვხედავთ. აი ამის სახელწოდება საოცარი არის ეს მარია დღევანდელ დღესაც კი. აი ამ ნაწილს კი ბატონო, აი კლდის იმ ნაწილს დღევანდელ დღესაც კი ქვია სალი ზვარი. სწორედ სალ კლდეზე არსებული ვაზი არის იქ. დღესაც ანუ დაფიქსირებული, რომელიც მოყავდათ, უნებრივია უვლიდნენ საწნახელები და ღვინის კულტურა თუ რაოდენ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ამ ქალაქში უფალი ღმერთის სადიდებლად, ეს ყველაფერი ჩანს. სხვათა შორის დავაკვირდი, რომ წელიწადის რა დროსაც არ უნდა მოხვიდი აქ, ყოველთვის არის ეს ოდნავი ნიავი, ოდნავი სიო, ოდნავი ქარი. საკითხს შეეხება. ესე იგი იერუსალიმი, ანუ დღევანდელი უფლისციხე. ბიბლიის ტექსტი ცნობილი არის წმინდა წერილით, რომ დგას ღმერთის წმინდა სიონის მთაზე. ეს თავად სახელი სიონი, აი ეხლა ჩვენ რასაც რეალურად შევიგრძნობთ და აი თმებს რაც ესე გიფრიალებს და გიშლის. ეს არის ერთგვარი დაბალი სართულის ქარი, სიო, რასაც ჩვენ ქართველები ვეძახით. ეს ნი არის როგორც აი თამარიონი. ლოგიკურად შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ აი ქართული თავის თავში ინახავს ამ ინფორმაციას, თვითონ სიტყვები ქართული სიტყვები. პირდაპირ გაგებით სიოდან მოდის, ანუ სიონის ღმერთის წმინდა მთის სახელი და ესეთი საოცრება. მიჭირს, მაგრამ ჯერჯერობით მოყვებით. საინტერესოა ასევე, როდესაც აქ მოვდივართ ხოლმე, გიდები გვეუბნებიან, რომ აი ეს ნაწილი, აი ეს ადგილი კონკრეტულად არის აფთიაქი. ხო, ამას რა თქმა უნდა, სამომავლო კვლევა-ძიება ჭირდება და სიღრმისეულად ამ ყველაფერს შესწავლომი გამოვთქვი ესეთი მოსაზრება, რომ ხომ არ გვეფიქრა ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ანუ ეს ის ფურცლებია, სადაც პირდაპირ გაგებით გრაგნლები, ანუ წმინდა წერილის ტექსტები ინახებოდა და ნუ თავისთავად აი შემდეგ უკვე აი ადგილები არქეოლოგიურად ანუ გამოვლენილი აჩვენებს, რომ ეს არისო ესე ღია რა თქმა უნდა გადახურული იყო და დაცული იყო. შესაძლებელია, რატომ გამოვრიცხოთ და რატომ არ ვიფიქროთ ეს ვერსიის დონეზე, რატომ არ განვიხილოთ, რომ თუ კი სადმე უნდა ყოფილიყო. სხვა შორის ამ ბიბლიოთეკის თქვენ დასადებთ თაროებს, შემდეგ სხვა დარბაზებშიც ასე ვთქვათ ნახავთ. თვითონ საწერი კალმებიც ანუ ეს შემორჩენილია. აქ იწერებოდა, ამ ქალაქში იწერებოდა წმინდა წერილის აი ეს ტექსტები. თითქმის ყველა სამსხვერპლოს ვაკვირდები, მაგრამ აი ეს მოცემულობით და მასშტაბით არის ძალიან დიდი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რატომ?
მისი კედლები, ანუ აი ეს მოყვანილობა, ანუ ძალიან კარგად მიუთითებს, რომ ეს იყო სატუსაღო და სხვათა შორის ძალიან კარგად არის აღწერილი წმინდა წერილი თუ როგორ დაიჭერენ და როგორ ჩასვავენ აი ამ სატუსაღოში წინასწარმეტყველი იერემიას, ძალიან დიდი წინასწარმეტყველი იყო. რაში დაადანაშაულეს? იერემია ამბობდა, რომ იმის გამო, რომ ამ ქალაქში სხვადასხვა მეფეები დაიწყო სხვადასხვა ცრუ კერპების და ღმერთების განდიდება, უფალი ღმერთის ნაცვლად, აი ამის გამო იერემია ამბობდა, რომ ეს ქალაქი დაისჯებოდა უფალი ღმერთისგან და ნაბუქოდონოსორის ხელით ეს ქალაქი დაეცემოდა. რაც 586 წელს ძველი წელთაღრიცხვს აღსრულდა კიდევაც. თვითონ უფალი ღმერთის სახელზე სოლომონის მიერ აგებული ტაძრის სიახლოვეს ეზოში იყო თვითონ ეს სატუსაღო საპყრობილე მოთავსებული. აი ნახე კიბე როგორ ადიოდა, ესე ძველი კიბე არის, სხვა შორის ეგეც ნათქვამი არის, იყო მე ანუ ტაძართან ეს კიბე რა ერთ-ერთი შესასვლელი იყო. ესეც აღწერილია? კი, რა ესეც ნათქვამია? ტახტიანი დარბაზი ახლაც ამ თანამედროვეობაში ეწოდება უფლისციხეში ამ ერთ-ერთ დარბაზს. ხო, ძალიან საინტერესოა მარია ეს დარბაზი, ჯერ თავისი გამორჩეული კესონებიანი ჭერით, ამაზე ჩვენ რომაულ ეპოქაზე, რომელიც სხვა შორის თეატრონის სახით ნახეთ და როგორ არის თვითონ რომის წარმოდგენილი. შემოსასვლელში, ხო. ბატონო, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ შეიძლება შეკითხვას დასვან ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა, რომ აი რომი რამდენად იყო თქვა, იმიტომ რომ რომის ხელით მოხდა შემდეგ თავად იერუსალიმის განადგურება და ეს გადაწვის კვალი ძალიან კარგად ეთყობა ქალაქს, სწორედ პირველი-მეორე საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ უშუალოდ ამ დარბაზს რაც შეეხება მარია, კიდე აი საიდან ჩანს, რომ ეს დარბაზი ნამდვილად არის მეფეთა ტახტი, სადაც იდგა. აი მეფე აღმატებულ მდგომარეობაში რომ უნდა იყოს, ზუსტად აქედანაც ჩანს, რომ აი ეს არქეოლოგიურად გამოვლენილი აი სამაგრები მიუთითებს იმას, რომ ფეხის ასე ვთქვათ, სხვანაირი ასასვლელის მომენტი ქონდა. კი ბატონო, ასასვლელის მდგომარეობა ქონდა. ჯერ ეკოს დააკორდით როგორ ეკოს ეხა გისმენთ, როცა საუბრობთ, სულ სხვანაირად ისმის. არც ერთ დარბაზში არის მოდა ასე ხმა როგორც აქ. ამ დარბაზიდან და ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ჩვენ მომიჯნავთ, ხედავთ უკვე ტაძარს. მართალია დღეს იმ ადგილას, სადაც მეფე სოლომონის მიერ უფალი ღმერთის სახელზე აგებული ტაძარი იდგა, დღეს დგას უფლისწულის სახელობის ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია. ამ ქალაქში ქრისტემ თუ როგორ გაიმარჯვა საბოლოოდ, ეს ძალიან კარგად ჩანს სწორედ ამ ადგილიდან და ზუსტად ერთ-ერთი ტექსტის მიხედვით, ერთ-ერთი მეფე, რომელიც დავითის შტო და ასაკი მცირეწლოვანი იყო, აი სწორედ უფლის სახელზე აგებული სოლომონის ტაძრიდან პირდაპირ ეზოდან გამოდიოდა და აი ამ ადგილას ასე ვთქვათ პირდაპირ ტახტზე დასვეს და პირდაპირ გაამეფეს. გამოდის, რომ თანამედროვე იერუსალიმის ტერიტორიაზე წმინდა წერილების მიხედვით არ იმეორებს ამ მდებარეობას. ძალიან კარგი შეკითხვა არის ქალაქ იერუსალიმის არქეოლოგიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ქალბატონი იანა ჩეხონოვიცის. ებრაელი გახლავთ თვითონ და მისი განცხადები დავითის და სოლომონის არათუ ტაძარი, ერთი კენჭიც ქვაც არ არის გამოვლენილი. არაფერი აბსოლუტურად, არც სამსხვერპლო, არც აი საწნახელები, რომელიც ჩვენ ნახეთ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ რეალურად, ანუ ნამდვილი იერუსალიმში უფლისციხის სახით. იქ არაფერი არ არის, ანუ მსგავსი გამოვლენილი და მათ შორის აი ეს ნაწილი ძალიან კარგად წარმოაჩენს სწორედ ამ ნაწილს, რომ დღევანდელი უფლისციხეა იერუსალიმი და არა ის ქალაქი, რომელიც მეც მათ შორის და ყველას ერთად მთელ საკაცობრიო ცივილიზაციას გვეგონა აქამდე ბოლო 2000 წელი, რომ დღევანდელი იერუსალიმია ნამდვილი. ეს ძალიან მასშტაბური და ძალიან დიდი განაცხადია. თქვენ აცნობიერებთ ნიკოლოზ? საქართველოს ისტორიის ახალი ფურცლებია. ყოველთვის როდესაც აქ მოდიხარ, ყურადღებას იქცევს აი ეს ტერიტორია და აქ მოსულ ადამიანებსაც გიდები ეუბნებიან, რომ ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა გადიოდა აქ და შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო რაღაც სავაჭრო ცენტრი ან სავაჭრო ადგილი. იცით მარია, ეს არის ხა რეალურად უფლისციხის დასავლეთი ნაწილი. წმინდა წერილის მიხედვით, იერუსალიმის თავისი სტრუქტურული განვითარებით, საქალაქო განაშენიანებით, სწორედ აი ამ ბორცხის დასავლეთით განვითარდა. აი ზუსტად ეს არის საინტერესო. აბსოლუტურად აქეთ მხარეს არის დასავლეთი, დასავლეთი მხარე არის ეს. რეალურად ნასახლარის ნაშთებს ხედავთ, ნასახლარსთან ხედავთ და მისი სიღრმეები არქეოლოგიურად, ანუ არ არის შესწავლილი. ეს შესწავლილი არ არის. არ არის შესწავლილი, ასე რომ სამომავლო კვლევა ძიებამ კარგად უნდა წარმოაჩინოს უფლისციხისა. არქეოლოგიურად შესწავლილი, ანუ აქ გათხრები არასდროს არ არის, არა, მხოლოდ დაზურით სამუშაოები არის შესრულებული და ანუ საფუძვლიანი, ასე ვთქვათ, არქეოლოგიური კვლევა ძიება ამ ნაწილში ქალაქის არ არის ჩატარებული და ამ შემთხვევაში ზუსტად ემთხოვოდა სწორედ უფლისციხის ზუსტად დასავლეთ ნაწილში ვხედავთ უკვე დანარჩენი ქალაქი როგორ განვითარდა და განაშენიანდა.
ნიკოლოზ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს უახლოვდებით და სულ აი აღმართ მოვდივართ. მთელი წმინდა წერილი სწორედ მარია ამაზეა, რომ ეს არის სულ აღსვლის მდგომარეობა არის. აღვიდა ქალაქად და ანუ ჩვენ არა მარტო აღმატებულ ფორმაში, არამედ პირდაპირ მნიშვნელობითაც გაგებით, შეიძლება მაგალითია გავშიფროს, ზუსტად რომ საქმე, აღვიდა, რომ ანუ სიმაღლეზე ავიდა, გაგებით ხო? იერუსალიმის ზუსტად, ანუ შესატყვისია უფლისციხე, ანუ როგორ იქნება სხვაგვარად აქ ვართ. და აი ეს ასვლის მდგომარეობა, აი მთელი გზა ჩვენ ფაქტურად პირდაპირ გაგებით, აი საფეხურებითაც ესე ავდივარ და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ იერუსალიმს ძველქართული ტექსტები სასულიერო წერენ შემჩნეული გექნება და 100 ჰესს გამოყენებით. სა, მაგრამ ხ-ს ახლავს, ხო? აი ეს უძველესი ქართული 100 ნიშანი, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს ქალაქ უფლისციხის საქალაქო სტრუქტურას. ანუ სამი, ესე იგი მომრგვალებული ხაზი არის მაჩვენებელი იმის, რომ თვითონ იერუსალიმი შედგება სამი უბნისგან. ეს არის მეფე დავითის ქალაქი, ტაძრის მიმდებარე არეალი და აი ეყო აქ ამოვდივართ მესამე უბანია უკვე ჩრდილოეთის უბანი და ამიტომაც წერენ ქალაქ იერუსალიმს სწორედ 100 ჰესს გამოყენებით. ესეც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მიკვლევა არის ამ მკვლევაძიების გზაზე, ხო, რომ აი თურმე რაშია საქმე. ჩვენ ვიყავით ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს და უკვე გადმოვედით აღმოსავლეთ მხარეს. აი ხლაც თვალნათლივ შეგვიძლია აღვიქვათ, რომ აქ იყო აღმართული ზღუდე, რომელიც იცავდა ქალაქს. ეს არის მთლიანად ხელით ჩაკაფული ხევი, რომელიც არის წმინდა წერილით მოხსენიებული, ბიბლიით მოხსენიებული კედრონის ხევი. აქ ძალიან საინტერესო ნაწილი კიდე ის არის, რომ ნახეთ, ჩვენ სადაც გავართ, აი თუ დააკვირდებით, ეს არის აი ხავს მოკიდებული ქვები და მეორე მხარეს დააკვირდით, აი ნახეთ, რატომ არის ეს? რატომ? აი ნახეთ, რატომ არის? იმიტომ რომ მეფე ეზეკიას დროს ჩვენ რამდენიმეჯერ ვახსენეთ ჩვენი ერთ-ერთი სახელოვანი მეფე მეორე ზღუდე, აი ერთ-ერთი მთავარი, ხო, აი თვითონ ტაძარს და ქალაქს რაც იცავდა, ხომ იყო აი აქ აღმოსავლეთის მხარეს. და მეორე უკვე გარე ზღუდე აღმართა მან და აი დააკვირდით ფერებითაც ნახეთ როგორ განსხვავდება ერთმანეთს. ძალიან განსხვავდება. სწორედ იმიტომ რომ აქ დიდი ქვები იდო, აი სიგანეც იგრძნობა აქ და ნახეთ, იქიდან შემოტევის შემთხვევაში ძირი საყრდენი, ასე ვთქვათ, ბუნებრივად ყოფილიყო ქვა. ბუნებრივი დამცავი ყოფილიყო. უკვე აი ჯერ ეს არის და შემდეგ ნახე მოყვება უკვე აქ იყო გალავანი. აი აქ იყო მეორე გალავანი, უკვე გარე გალავანი ქალაქის, რომელიც ერთ-ერთში წმინდა წერილით აღწერილ ტექსტს ანუ ემთხვევა. მართლა თუ დამტკიცდა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არა იქ არის იერუსალიმი ისრაელში, არამედ აქ არის საქართველოში. აი მე მეშინია ამაზე ფიქრი. აი ჯერჯერობით ჩემს გონებაში ვერ ჯდება ეს მომენტი, როცა ეს ნუ თქვათ გაცხადდება. ამას ხომ მოყვება ის, რომ ყველაფერი თავდაყირად ადგება. თავდაყირად ეხლა დგას თორე სინამდვილეში გაასწორებს ეს ყველაფერი და სათანადო მდგომარეობაში მოიყვანს, ასე ვთქვათ, მთელ საკაცობრიო ცივილიზაციის ფაქტობრივად მომავალ განვითარებასაც. იმიტომ რომ წმინდა წერილის მათ შორის აი ბოლო უკანასკნელი სიტყვები რაც არის, ესე იგი წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველა წინასწარმეტყველი ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, აბსოლუტურად ყველა საუბრობს სწორედ იმის შესახებ, რომ ეს ქალაქი იქნება მოძიებული და საკაცობრიო ცივილიზაციის სათავეში დადგება და თვითონ ამ ქალაქიდან თავად თვითუფალი ღმერთი, ასე ვთქვათ, იმეფებს სრულიად საკაცობრიო ცივილიზაციაზე. აი ასეთ გაგრძელებას შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველებენ აბსოლუტურად მთელი წმინდა წერილის, ანუ მთავარი ხაზი და მთავარი საფუძველი და მწვერვალი ყველაფრის, აი ზუსტად ეს არის და შემდეგ უკვე ქალაქს ეწოდება მოძიებული ქალაქი, ქალაქი უფლის. აი პირდაპირ ასე ძველქართული ენით, აი ასე საუბრობენ ამ ქალაქის შესახებ და აი ეს ყველაფერი ჩვენ რეალურად ნახეთ და ვაგრძელებთ მოგზაურობას.